ბატონებო, მოგესალმებით. არ მომეცა იმის საშუალება და დრო არ მქონდა საქართველოშიც არ ვიყავი, რომ მადლობა გადამეხადა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბატონ ვახტანგ ახობაძეს ესე გულითა და სულით მოულოცა ეს გამარჯვება. ჩვენ მე პირადად მოტივი მომცა ყველა თქვენთაგანმა, ვინც ესეთი სიტყვებით ჯერ ბატონი ვახტანგი შეამგეთ, მე დიდი მადლობა რომ გადამეხადეთ. და ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, ადამიანი როცა ბიზნესში ხარ, სიკეთე ძალიან ბევრი გაგვიკეთებია, ვინც რეალურად ბიზნესში ვართ, მაგრამ სიკეთე ბევრი იკარგება, ესე თვლიან. მაგრამ მინდა ყველას უთხრა, რომ სიკეთე არასდროს არ იკარგება. სიკეთეს თუ არ ხედავს ის ადამიანები ზოგადად, როცა სიკეთეს ვაკეთებთ, ამას მაინც ღმერთი ხედავს და ღმერთი ყოველთვის დაგიფასებს და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ესეთ ადამიანებს, ეს სპორტსმენი იქნება თუ არ იქნება, პატივი რომ ვცეთ. მე ეს კადრი როგორც ნახე, ის აეროპორტიდან გამოდიოდა, მათ ეს დაურეკე, მათ ისვენებდა და უცებ მომენტალურად დაურეკე და ესეთი გეგმა მაქვს მეთქი და შევთანხმდით, რომ უცებ ეს გაგვეკეთებია ის, რაც გავაკეთეთ. მოდი, რაც ჩვენ მაგ ადამიანს ვაჩუქებთ და გვერდზე დავუდგებით, ეს იყოს მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაფერი კარგი და კარგის მომტანი. რაც შეეხება თქვენ, ყველა თქვენთაგანს და ჩემი დიდი სტიმულია, ყველა თქვენთაგანს, ვინც ერთი სიტყვა მაინც თქვა, რომ გელა შენ კარგი კაცი ხარ, ეს საკითხი ესე რომ გადაწყვიტე, აი იმ ხალხს მინდა წინსვლა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს გიცოცხლოთ. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვისაც, მათესთვისაც, ჩემი შვილებისთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩემი კომპანიისთვის. დიდ მადლობას გიხდით, ეს სტიმულია და ჩვენ ორმაგად, სამმაგად დავეხმარებით იმ ადამიანებს, როგორც ვეხმარებოდით, ვეხმარებით და დავეხმარებით მომავალში. დიდი მადლობა ყველას, უცხოეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ვინც საიდან არ დაგვიკომენტარა და კარგი სიტყვები არ დაიშურა ჩვენთვის. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. იხარეთ და 100 წელი იყავით მე ლამაზ ოჯახთან ერთად.